ფსიქოტროპული მედიკამენტების შესახებ კანონის შემოღების მიუხედავად სააფთიაქო ქსელში აღნიშნული წამლები კვლავ რეცეპტის გარეშე იყიდება. Ამ ინფორმაციას კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ავრცელებს. მაგრამ ღოღობერიძის განმარტებით ხშირ შემთხვევაში ფსიქოტროპულ მედიკამენტებს არასრულწლოვნები ყიდულობენ. იგი ამბობს, რომ ფაქტები ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა. ღოღობერიძის მტკიცებით მან გუშინ ბათუმში რამდენიმე აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტები ყოველგვარი რეცეპტის გარეშე შეიძინა. მესამე სექტორის წარმომადგენელი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ზომების და რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღებას ეპილეფსია, კუნჭხვის და თირკმლის ქრონიკული უკმარისობის გამოწვევა შეუძლია. კანონის გამკაცრების მიუხედავად 1 იანვრიდან, რომელიც ამოქმედებული არის, ფსიქოტროპული ნივთიერებების გაყიდვა ურეცეპტოდ მაინც იყიდება ქალაქ ბათუმის სააფთიაქო ქსელებში. ჩვენ მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რამდენიმე აფთიაქში იქნა შეძენილი აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერება. ჩვენი ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა ჩვეულებრივ ყიდულობს და მოიხმარს. ეს არის ფსიქოტროპული საშუალება, რომელიც გავრცელებული არის დღესდღეობით საგანგაშო ბათუმში.